უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტთან და ეროვნული ასამბლეის სპიკერთან გამართა. მანამდე კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა და მთავრობათაშორისი კომისიის ხდომა შედგა. გაფორმდა შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. უპირობო მხარდაჭერა უნგრეთის მთავრობის მეთაურისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური ათვისება. ასეთია ძირითადი გზავნილები. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. წელს უკვე მეოთხედ ხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. უნგრეთი და საქართველო ორი სუვერენული სახელმწიფოა, რომლებიც უარს ამობენ ზღვის ომში პაიკებად ქცევაზე. უარს ვამბობთ შანტაჟის და უცხოური ზეწოლის ობიექტად ქცევაზე და ვირჩევთ ეკონომიკური ზრდის, ენერგოუსაფრთხოების და მჭიდრო თანამშრომლობის გზას. აბა შეუდექით მუშაობას. ჩვენ გამიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, მთავრობა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბედაგოგიაში და მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითეული მიმართულებით, თითოეულ დარგში განგვიხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე ხელი მოეწერა 4 მიმართულებით სხვადასხვა მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო ეკონომიკური კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, სოფლის მეურნეობა, რეალურად განსხვავებული საკითხები მოიცავდა აბსოლუტურად ყველა თემას, რაც შეიძლება იყოს საინტერესო ომხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში. ჩვენ კიდევ ერთხელ გინდა მადლობა გადავუხადოთ უნგრეთს, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. უნგრეთი, როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ამისათვის მადლობა უნგრეთის ხელისუფლებას, პირადად პრემიერ-მინისტრს. თქვენ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ომხრივი კავშირები ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ძალიან სამწუხაროდ დასანანია გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართული ხალხის მიმართ. რაც ბუნებრივია, არა ისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიძლება, არ შეიძლება ასე მუქრებოდნენ ქართულ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოწონთ ქართული ხალხის არჩევანი. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, შარშან მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ეს არჩევანი, ყველა მას პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართული ხალხის მიმართ. ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაც შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართულ ხალხზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ჩვენ გვაქვს წინსვლა უნგრეთთან 14%-ით გაიზარდა 2024 წელს სავაჭრო-ბრუნავ ქვეყანას შორის, ასევე ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ იგივე სატრანსპორტო მიმართულებით, ვიზიარი აფართოებს საქართველოში წარმომადგენლობას. ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომელიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს კერძო სექტორმა. ჩვენ შევიცით, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების ახალისების და დაცვის ხელშეკრულებას, ასევე მთელ რიგ მემორანდუმებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, ორივე ხელისუფლებას, იმისთვის, რომ კერძო სექტორმა ის შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს, გამოვიყენოთ. კონკრეტულად შევეხეთ ენერგეტიკაში თანამშრომლობას, სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას, საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას და რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდას. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი ორ სამინისტროს შორის, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ფაქტ ასპექტს სამინისტროებს შორის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის
ფისკალური პოლიტიკა, როგორიც არის სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიები და მნიშვნელოვანი მიმართულება საგადასახადო და საბაჟო თანამშრომლობა. ამ მიმართულებით ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ყველა სამინისტროსთან შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით და შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც ძალიან აქტიურად გაგრძელდება. პოლონეთის პრემიერის განცხადებით, უკანონო მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად მზად არის სავიზო შეზღუდვები დააწესოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც. დონალდ ტუსკის თქმით, საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ეხება ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართველების მესამედი არიან ადამიანები, რომლებიც ისურვებდნენ მათი ღირებულებების გაზიარებას, მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, იცის რაში მდგომარეობს პრობლემა. დონალდ ტუსკი ბოძის უხდის იმ ქართველებს, რომლებმაც თავი შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნონ, მაგრამ ამბობს, რომ ისედ ემხრობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ ქვეყნებთან, რომელთა მმართველობა აღარ შეესაბამება სტანდარტებს ავტორიტატული მმართველობის გამო, საიდანაც მისი განმარტებით მიგრაცია თავისთავად საფრთხეს ქმნის პოლონეთის ან ევროპის სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილებს მწვავე შეფასებები მოჰყვა თბილისში სახელმწიფო გუნდის და ხალხის ძალის მხრიდან. ისინი წავიდნენ უკიდურეს ზომაზე და დღეისათვის უკიდურესი ზომა ეს არის სამწუხაროდ უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც ჩვენ არ უნდა დაუშვათ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა არასდროს ემხრობოდა ამ ტიპის აქციებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე იმისა, რომ სანქციები ევროკავშირის მხრიდან დაწესებული იყო მხოლოდ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებაზე. მაგრამ ქართულმა ხალხმა ეს ფასი არ უნდა გადაიხადოს, ეს ფასი უნდა გადაიხადოს მხოლოდ და მხოლოდ ოცნების მაღალჩინოსნებმა. ეს არის ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ლანძღვაზე და ქვეყნის იზოლაციაზე, საბოლოო ჯამში მოიტანს იმას, რომ საქართველო იქნება მარტო ყველა იმ სიკეთის გარეშე, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს ევროპელების გვესმოდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მის მხრიდან ამ საკითხის ლობირება უკვე ნიშნავს იმას, რომ ამას შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს ევროკავშირის შიგნით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიიღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ქართული ხალხის მიმართ არაკეთილსინდისეულ დამოკიდებულებას და შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკი თავად როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შექმნელი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის და გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების რეკეტის სისტემის შექმნას სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტერთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საჩივარზე დღეს საქალაქო სასამართლოში რამდენიმე პირის პროცესია ჩანიშნული. მათ შორის არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. საუბარია იმ საჩივრებზე, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივ ფუნქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან მის მიმართ რაიმე შეურაცხყოფელ ქმედებას ეხება. მმართველი პარტია საკუთარ საჩივარში რამდენიმე შემთხვევაზე მიუთითებს და სამინისტროს კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას თხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში სხვადასხვა საქმის მასალები უკვე წარადგინა, 13-მდე შემთხვევა 40-მდე პირს ეხება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტერთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საჩივარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.
თავისუფლება და ეს სარჩელები ხარ, რომელიც ჟურნალისტების, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ შეიტანეს ეგრეთ წოდებულმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა მთლიანად არის არაკონსტიტუციური, რადგან მთლიანად წინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. და უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ, რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას და უფრო მეტიც. რამდენ ადამიანსაც არ უნდა შეუტანოს სასამართლოში. საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს. რუსული რეჟიმის მონებს ამ ხელისუფლებას გასაგებია აქვს ბერკეტები და სწორედ ამ ბერკეტები ძალადობენ ჩვენს მოქალაქეებს. სხვანაირად ეს ვერ შეფასდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მორიგი ღალატი. რომ ამ კონსტიტუციით ჩვენ და გვახსოვდეს, რომ გათვალისწინებულია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება გნებას, შეურაცხყოფას, სიძულვილის ენაზე და ამის მომხრე არავინ არ არის რა ნამდვილად. მე პირადად ნამდვილად არ ვარ მომხრე და თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას. რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის რომელიმე წარმომადგენელი, რომელიმე ნებისმიერი წარმომადგენელი ნებისმიერი ფორმით, ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებთ ჩვენ სიძულვილის ენა გამოგვხატოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებს ოცნებამ შეუძლოს აზრის გამოხატვის საშუალება. არც იმას ნიშნავს, რომ ოცნებას ყველაფერი ეპატიოს. პრაქტიკა, რომელსაც მისდევს საქართველო, არის აპრობირებული წამყვან ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს არის სასამართლო წესით იმ ღირებულების დაცვა, რასაც ქვია შეურაცხყოფის და ცილისამაგისგან ადამიანების დაცვა და პრევენცია, მაშინ როდესაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ჩვენ 21 საუკუნეში ცხოვრობთ, ეს არის სოციქსელების ეპოქა და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქუჩაში მოხდება ამ ყველაფრის გაჟღერება თუ სოციქსელებში. სოციქსელები კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, არეალს მოიცავს საზოგადოების, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა ვინც შეურაცხყოფას აყენებს საჯაროდ და ცის გასწამებს საჯაროდ სხვა ადამიანს, ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე მას სათანადო პასუხისგება მოუწევს. პასუხისგების კონკრეტული მოცემულობა არის კანონმდებლობაში განსაზღვრული და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული და დემოკრატიული პრაქტიკით სვლას. მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია, სისხლის კამპანია, რაც მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთვე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთის არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილის და სისხლის კამპანიები, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და სისხლის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, რა თქმა უნდა. სისხლი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად დაისახება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება სამართლებრივ ჩარჩოებში დაუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავისმოხვეულ კამპანიებს. სისხლის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ დაუპირისპირდეთ მკვეთრად ასეთ პროცესებს. მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად შეიცვალა როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა ინფრასტრუქტურა. დედაქალაქში დაგეგმილ ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დღეს კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მერის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც რამდენიმე თვის გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, საგზაო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამები, რითაც ვეხმარებით თუნდაც სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა საჭიროებები გააჩნიათ. მინდა დღეს მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან მაგარ, ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრამაზე. სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი, ეგრეთ წოდებული შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით გამოიყენება ძალიან აქტიურად და მასში 9 მილიონამდე ახალგაზრდა არის გაწევრიანებული. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა, მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას
ევროპის 40 ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და დღეს შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის პარალელში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის წლევანდელი წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს და გამოიყენოს აღნიშნული ბარათები. ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლების შესაძლებლობის ქარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ 30 წლამდე ახალგაზრდას მიცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნების და საინტერესო გამოცდილების მიღებისთვის. ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ველოდება ქართველ ახალგაზრდებს. ადგილობრივ ფასდაკლებათა ნუსხა დღითი დღე იზრდება დაინტერესებულ კომპანიათა რიცხვი და მათი ჩართულობის სურვილი აღნიშნულ პროგრამაში. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა 2025 წლის შემოდგომიდან დაიწყება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაციას, გავაკეთებთ დიდ პრეზენტაციას, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ და დეტალურად ვისაუბრებთ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა და იმ ბენეფიტების გამოყენება, რაც აღნიშნული ბარათებით არის შესაძლებელი. მინდა შევეხო ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტსაც დიდუბის რაიონში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზის ნაწილი ჩაინგრა, ვიცით, რამდენიმე თვის წინ აღნიშნული პროგრამა, აღნიშნული პრობლემა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია აღდგენის ნაპირსამაგრი და საგზაო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. საგზაო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო დროებით, აღდგენილია და გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად შეზღუდვის გარეშე არის შესაძლებელი, თუმცა პროექტი, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული. უბრალოდ მინდა გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. შემთხვევის პრობლემა, როდესაც დაფიქსირდა, მაშინვე თბილისის მერიის შესაბამისო სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება. გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გატარდა უსაფრთხოების პირველადი ზომები. პარალელურად გადაუდებელი წესით დაიწყო საპრევენციო აღდგენითი შესაბამისი სამუშაოები. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს. კვლევა მაჩვენა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით, დამატებით ზემოქმედებას ახდენდა მტკვრის ჰიდროდინამიკური გავლენა ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა. ეს იყო ის პრობლემა, რამაც გამოიწვია აღნიშნული დაზიანება. ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით საჭირო ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. კერძოდ კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები. სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მოეწყო ხიმინჯები. აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი. დღეიდან მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. დარჩენილია, რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოს, როდესაც მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ პროექტი ბოლომდე არ არის დასრულებული, რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოებს, დინარის მხარეს მოსაფირკეთებელი სამუშაოები, რკინა-ბეტონის ფარდის მოწყობა, ბეტონის ბლოკების ამოღება დინარის კალაპოტიდან, ის რაც დროებით მოგვიწია ჩაყრა იმისთვის, რომ დინარე აგვერედებინა იმ პრობლემურ მონაკვეთს, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაბამისად ეს, რა თქმა უნდა,
კალაპოტიდან ამოღებული იქნება ყველაფერი, მოეწყობა ასევე ხიდის მოაჯირები, რაც ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია. აღნიშნული სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ, სავარაუდოდ ივლისის ბოლოსთვის მოხერხდება უკვე მთლიანად პროექტის დასრულება, იმ ბეტონების ამოღება მტკვრის კალაპოტიდან, გასუფთავება, შესაბამისი მოაჯირის მოწყობა და რა თქმა უნდა იმ კედლის მოპირკეთება. დღეს მეხანძრე მაშველებია მათ პროფესიულ დღეს ულოცავენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე მაშველებს ულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითო ამ ადამიანების თავდაუზო გავიშრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან სხვათა გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიხონ. ქეცვიხრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე მაშველების თავდადების და უღალავი შრომის. მსურს მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უნებლად დაბრუნება ვუსურვო. ძვირფასო მეხანძრე მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ამასთან ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც პროფესიონალებთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას, მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას, სამსახურს, რომელიც გმირობას, სიმამაცსა და თავგანწირვას გულისხმობს. მეხანძრე მაშველებო, თქვენი ყოველდღიური მუხლჩა უხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს. გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს.